კონკრეტულად მე-9 საათზე ჩვენი მოსმენა ასევე შეგიძლიათ რადიო ცნობზე FM 98 კიდევ ერთი პატიმრის შესახებ, რომელიც ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს აიყვანეს. ახმედ ჩატაევი, იგივე ცალხელა ახმედ ამჟამად გლდანის საპრობლეში, მასთან შესულია გლდანის საპრობლეში კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთიულიშვილი. ჩეჩენი მებრძოლი გავრცელებული ცნობით შუამავალი იყო ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და იმ ჯგუფს შორის, რომლებიც ლოპოტის ხეობაში იყვნენ, მაგრამ მან საბოლოოდ უარი თქვა ბაჩუ ახალაიას უწყებასთან თანამშრომლობაზე. ქართულ ძალოვანებს ის მას შემდეგ ჩაუვარდა ხელში, რაც ორხრივის როლისას დაიჭრა. ცალხელა ახმედას ციხეში ფეხის ამპუტაციაც გაუკეთეს, თუმცა ასევე გავრცელებული ცნობით მისთვის ფეხის მოკვეთის აუცილებლობა არ იყო. გიორგი ცხვითავას ვრთავთ გლდანის ციხიდან პირდაპირ ეთერში. გიორგი, გამოვიდა თუ არა გელა მთიულიშვილი ჩატაევის საყრდნიდან, როგორ მდგომარეობაში იმყოფება ის და რა ასყვება? დიახნათია, რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა კახეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის წარმომადგენელი გელა მთიულიშვილი და ჩვენთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ შეხვდა ახმედ ჩატაევს, რომლისგანაც მოისმინა დეტალური ინფორმაცია ლაფანყურის ოპერაციის შესახებ და კონკრეტულად თუ რა მოუვიდა ახმედ ჩატაევს, როგორც უკვე თქვენ აღნიშნეთ, ახმედ ჩატაევს გაუკეთა ფეხის ამპუტაცია, იგი იყო ფეხში საკმაოდ მძიმედ დაჭრილი, როგორც იგი ამბობს. ორხრივის როლის შედეგად მოხდა მისი დაჭრა სნაიპერის ტყვით, მას ტყვია მოხდა ფეხში, რის შედეგად დაეცა დაახლოებით 10 დღის განმავლობაში ახმედ ჩატაევი ლოპოტას ხეობაში იმალებოდა საჭმლისა და იარაღის გარეშე და 10 დღის შემდეგ იგი გამოვიდა და ჩაბარდა ქართულ სამართალდამცავებს. სამართალდამცავებმა იგი წაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ჩაუტარდა მას ოპერაცია. ოპერაციის შემდეგ იგი გადმოიყვანეს გლდანის საპრობილეში, საპრობილის საავადმყოფოში, სადაც ამ წუთამდე იგი იმყოფება. რაც შეეხება მის ფიზიკურ მდგომარეობას, როგორც გელა მთიულიშვილი აცხადებს, საკმაოდ რთული არის მის ფიზიკური მდგომარეობა, მას დაახლოებით მუხს ქვემოთ აქვს ფეხი მოკვეთილი, თუმცა იგი აღებულობს მედიკამენტებს, მხოლოდ ერთადერთი მედიკამენტის გარდა, რომელიც არის დამაწყრარებელი და როგორც იგი აცხადებს, მას ღამეები არ წინავს. რაც შეეხება უშუალოდ ოპერაციის დეტალებს, იგი ამბობს, რომ მას თბილისში დაუკავშირდნენ ქისტი და ჩეჩენი ახალგაზრდები, რომლებიც საუბრობდნენ გარკვეულ კორიდორზე საქართველოს ტერიტორიის გავლით დაღესტანში გადასვლაზე. თუმცა, როგორც გელა მთიულიშვილი ამბობს, ახმედ ჩატაევმა მათ უარი განუცხადა და უთხრა, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს. მიუხედავად ამისა, მოხდა ამ ჯგუფის მაინც გამგზავრება ლოპოტას ხეობაში და მას უკვე დაუკავშირდნენ ქართული სამართალდამცავები და პანკისის ჯამაათის წარმომადგენელი ვინმე სელიმ ხანგოშვილი, რომელმაც თხოვა მოლაპარაკებების პროცესში ჩართვა. მოლაპარაკებების პროცესში ჩართვის შემდეგ მოხდა უკვე გასტროლა, რის შედეგადაც იგი დაიჭრა, ხოლო მასთან ერთად ყოფილი კიდევ ერთი ადამიანი იყო ლიკვიდირებული, მესამე ადამიანმა მოახერხა გაქცევა. როგორც თავად ჩატაევი ამბობს, არანაირ მძევლებზე იქ საუბარი არ ყოფილა, კონკრეტულად შინაგან საქმეთა სამინისტროს ინვერსიაზე არის საუბარი, რა დროსაც მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის აყვანა და ამ თანამშრომლის გამოხსნის ოპერაცია ტარდებოდა. რაც შეეხება თვითონ ლაფანყურელ მძევლებს, ჩატაევს ამის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. მას დაურეკეს და სთხოვეს, რომ ჩასულიყო ლოპოტას ხეობაში. დაურეკა ზელიმხან ხანგოშვილმა. ეს არის პანკისის ხეობაში მცხოვრები ეთნიკური ქისტი და არის პანკისის ჯამაათის წარმომადგენელი. როდესაც ჩატაევი მას უთხრეს ტელეფონზე, სატელეფონო საუბრის დროს, ანუ ახმედ ჩატაევს, რომ იყო რაღაცა გართულებული სიტუაცია და სჭირდებოდათ მოლაპარაკების მიზნით. როგორც მან აღნიშნა, ის ჩავიდა მაშინვე, ანუ მაშინვე გაემგზავრა კახეთში, იმყოფებოდა თბილისში ამ სატელეფონო ზარის დროს, როცა მას დაუკავშირდნენ. იქ როცა ჩავიდა, მას დახვდა ზელიმხან ხანგოშვილი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის კახეთის სამმართველოს უფროსი სანდრო ამირაძე და ვინმე ზურა, სავარაუდოდ ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც გითხარით, მის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია, ამიტომაც ადვოკატები გადაწყვეტენ, რომ 29 ოქტომბერს, ანუ მომავალ ორშაბათს გაიმართება სასამართლო სხდომა, სადაც ახმედ ჩატაევის ადვოკატები მოითხოვენ მის გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას და ახმედ ჩატაევი მზად არის ითანამშრომლოს ქართულ სამართალდამცავებთან და მიაწოდოს მას ზუსტი ჩვენება თუ რეალურად რა მოხდა ლოპოტას ხეობაში. მოპყრობა თვითონ ადმინისტრაციის მხრიდან არის ნორმალური, მაგრამ თვითონ პატიმარი თავის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არის ძალიან მძიმე ვითარებაში. ამიტომაც
დღეს როგორც იცით ადამიანის უფლებათა ცენტრმა და ანუ უფლებადასტურებო ორგანიზაციამ მოითხოვა რომ მას ის გათავისუფლდეს, მაგრამ პირველ ეტაპზე იცით თქვენ რომ მისი სასამართლო პროცესი წინა სასამართლოს ხდება დანიშნულია 29 ოქტომბერს, ანუ ორშაბათს 11 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში და მისი ადვოკატი, რომელიც უკვე ჩაერთო საქმეში, დააყენებს მოთხოვნას, რომ პირველ ეტაპზე მას აღკვეცის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეეცვალოს გვირაოთი. დიახ, და საბოლოო ჯამში უკვე 29 ოქტომბერს სასამართლოს ხდომაზე ახმედ ჩატავე მიცემს კიდევ ერთ ჩვენებას, სადაც უკვე გარკვეულ დეტალებსაც გამოკვეთავს და ამ საქმეს საბოლოოდ ახდის ფარდას. მადლობა, ჩვენ ალბათ ვრცელ რეპორტაჟს მოვამზადებთ ამ თემაზე. ახმედ ჩატავის მდგომარეობის შესახებ ლდანის ციხიდან გიორგი ცხვიტავა საუბრობდა.